ხვი ამ გეგმას, ხო? სახელმწიფო მშენებლობა ერთ დღეში არ გეწდება. მოვიდა ახალი პარტია და დაგინიშნა 1000 ლარიანი პენსია. ეს არ არსებობს. ანუ ის 1000 ლარი რაღაცას უნდა მოაკლდეს, ხო? ან უნდა დაიბეჭდოს, ანუ გაიზრდება კიდე დოლარი ღირს. თუ ღირს ახლა 2 ლარი თუ არ ვიცი რამდენი ღირს, მერე გახდება 3 ლარი, ან 4 ლარი. და მაშინ რა აზრი აქვს შენ პენსიას, ხო? ეგ არის დიდი სიცრუე, ბატონო გოჯა, ყველამ ვიცით, ელემენტარული მათემატიკის საკითხია, ეს არ არის უმაღლესი მათემატიკის საკითხი, რამდენი მილიარდია ქვეყნის ბიუჯეტი და რამდენი პენსიონერია და რამდენი ხდება კიდე ასაკობრივ სიბერეში გადადის ჩვენიერი. 1000 ლარი პენსია, ეს არის ყველანაირად გაუაზრე ხაზარაძის პარტიიდან იყო. თქვენ გაფიქრეთ, ბატონ დავით, აი 1.5 მილიონი დარჩა რეალობაში საქართველოში. ეს რეალური ციფრი რაც არის. 1.5 მილიონი ადამიანი. 1.5 მილიონი ადამიანი, მე მგონი აი საქართველოს მოქალაქე. 1.5 მილიონი ადამიანიდან 500,000-ზე მეტი ადამიანი პენსიონერი არის. შენ საიდან უნდა მოიტანო 1000 ლარი, რომ მას 500,000 და ანუ მილიონი ადამიანმა უნდა იმუშაოს მუდმივად. მილიონი ადამიანიდან 700,000 შემწეობაზე დგას. ის 500,000-მდე არის პენსიონერი, 700,000-მდე არ ვიცი ახალი მონაცემები თუ არის, 700,000 იყო შემწეობაზე დგას, ან ოჩერეთში არის. და გამოდის, რომ 300,000 ადამიანმა უნდა შეინახოს 1.200.000 ადამიანი. ანუ და პლუს ემიგრაციას და ემიგრაციის ნაკადები კიდე არ არის სტაბილური. შესაბამისად ყველაფერი არის ტყუილი. ანუ არც ერთ პარტიას ბატონო დავით ეკონომიკური გეგმა არ გააჩნია. არც ერთ პარტიას ხედვაც არ გააჩნია როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ჩვენ უკვე არჩევანიც აღარ აგვაქვს. აი ბიძინა ივანიშვილის დანაშაული რაში არის? მან არჩევანი აღარ დაგვიტოვა. არის ერთ მხარეზე ნაგავი, მეორე მხარეზე ნაკლებად ნაგავი, მაგრამ ნაგავი. და იქიდან რომ დაიწყო ქექვა და ამოარჩიო რაღაცეები და დააწყო, მაგის დროს აღარ არის. ბატონო გოჯა, ეს მიზანმიმართულად შექმნილი პოლიგონია და დანაღმული წინაღობაა, სადაც ქართველებს არ უნდა კონდეს არჩევანი. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ თქვენ დაიწყებთ ახლა მაგალითად შექმნათ პარტია, მე ზოგადად ვამბობ გლობალურად, ისე ფიგურალურად, აუცილებლად თქვენ შეგიშლიან ხელს და არ შეგიშვებდნენ იმ სივრცეში ერთი პატარა მოტივის გამო, რომ თქვენ შეიძლება წაიღოთ მინიმალური რესურსი, რაც ამ სოციოლოგიაში, უბრალოდ ქართული ოცნების სოციოლოგიაში ეს არ არსებობს, ამ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური დევნები, ამიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური დაჭერები, ამიტომ არის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების, რეალური თავისუფლების არ დაშვება, ამიტომ არის ყველა ტელევიზია პოლიტიკური ტრიბუნად გადაქცეული. ეს ყველაფერი არის პრობლემა დემოკრატიული მექანიზმებისთვის. თუ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არ აქვს, გამოთქმის თავისუფლება არ აქვს, არ იქმნება ის გარემო, რომელიც შემდეგ ასე მოძრაობაში მოხავს. აი, გეტყვით ბატონო დავით, ბოლო 30 წლის განმავლობაში თქვენი აზრით საქართველოსდან რამდენი ფულია გატანილი თუ იცით? ვერ გეტყვით, ახლა თქვენ თავით განსწავლული ამ მიმართულებით არა ვარ. 35 მილიარდ დოლარზე მეტია გატანილი საქართველოსდან. ბანკების მეშვეობით სისტემა და პლუს ამას ემატება კიდე ეს კაზინოების სისტემა, რომელიც ფულის რესურსით არის დაკავებული. აი ეს აქედან არის გატანილი ფული საქართველოს. ანუ საქართველოსდან მაგალითად ავიღოთ ბანკები ავიღოთ თუნდაც მინიმუმ 2-3 მილიარდი გადიოდა წელიწადში მინიმუმ ბოლო 10 წლის მანძილზე. და უკან შემოდიოდა ჩვენთან ვითომ დახმარების სახით, ხო? ცინიკური არ არის მიდგომა, თუნდაც ამ რო შევხედოთ გლობალურად ამ სისტემას. მაგიტომაც ჩვენ გეგმები არ აქვს, როგორ დავიცვათ ჩვენი ბაზარი, როგორ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. მაგალითად თუ შეიძლება ჩვენ რო ავიღოთ და სპეციალურ კანონები მივიღოთ, რომ წიაღისეულიდან მოპოვებული რაც კი არის მიწაში საქონელი და გაყიდული იმის 40% უნდა შებოდეს ბიუჯეტში და მიდიოდეს პირდაპირ ხალხის კეთილდღეობისთვის, ანუ პენსიებზე დანამატი, ან საგანათლების სისტემაზე დანამატი. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რამხელა კოლოსალური თანხა იქნებოდა.
ბანკი აკეთებს ფულს საქართველოში, კი ბატონო აკეთებს ფული, მაგაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქვს ფული, მაშინ დაუბეგრე 60%-ით. მორჩა, ის 60% მიდის განათლების სისტემაში. არ უნდათ, კი ბატონო, დატოვონ ფული და ატრიალონ ფული ბიზნესში. და ასე უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი 40 წლის მანძილზე, რომ ქვეყანა გამოვიდეს, მიიღოს ის კეთილდღეობა, რაც საჭიროა, რომ ქვეყანა ფეხზე დადგება მაგით. ელემენტარულია ეს, ხო? აი ესე არის. მათემატიკა არის. მინდა გითხრათ, საფრანგეთში ასეა, ბიზნესის 55%-ზე მეტზე გავლენა სახელმწიფოს აქვს და სახელმწიფოს აქვს კანონით ისე სერიოზულად გაშლილი საგადასახადო სისტემა, რომ მოგება მინიმალურამდეა დასული. კერძო მისაკუთრებით. კი, ახლა ჩვენ სოციალურ სახელმწიფოს ვაშენებთ, არა სოციალისტურ, არამედ სოციალურ სახელმწიფოს, ხო? შესაბამისად, ჩვენ 3 მილიონიან ქვეყანაში, არა, ეს ადვილია განხორციელების ბატონო. ახლა ბევრი იტყვის, რომ აი განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ბიზნესებშია და ის ეგრევე იტყვიან, ეს შეუძლებელია, მაგდენი ფული არ არის. მაგრამ ციფრები ნახეთ, კაცო, ბანკს რამდენი მილიარდი გააქვს საქართველოსთან. გაღატაკებული საქართველოსთან მილიარდზე მეტი მოგება რო აქვს დოლარზე. მოგება და 6 მილიონ ლარს იხდიან ჯარიმას, რომ არ გადაუხადონ ხელფასი საკუთარ თანამშრომელსაც კი. აბა დათვალეთ 10 წელიწადში რამდენია გადაყოლილი. უკაცრავად ვერ ჩავწვდი ამას, ესე იგი ჯარიმას იხდიან, იმიტომ რომ კი, აი მაგალითად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად იხდის 6 მილიონ ლარ ჯარიმას, რომ თანამშრომელს ხელფასი არ გაუზარდოს. და ვის უხდის ამ ჯარიმას ბიუჯეტს? ეროვნულ ბანკს, ხო, ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხო. ეროვნული ბანკის მიერ არის დაწესებული ეს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. და ესე იგი, როგორ შეიძლება შენი თანამშრომელი 500-600 ლარზე ამუშაო და ჯარიმა გადაიხადო 6 მილიონი, რომ იმას 1500 ლარი მაინც არ დაუნიშნო, ან 2000 ლარი. ანუ შენი ქვეყანა, შენი ხალხი აგიყვებს, ხო? აი იქიდან იწყება ეს ყველა ბანკირს ეხება. შენი თანამშრომელი, შენი ქართველი ადამიანი, როგორ უნდა გიყვა შენ გვერდზე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, საქართველოში იხდის გადასახადს, იმას როგორ არ უნდა მისცე? აი ხელფასი, როცა მილიარდი გაქვს შემოსავალი. და მე ასეთი აი ეგეთი, ხო და ეგეთი ეს ერთი არის რომ მოსვლას ასეთი ხალხი პოლიტიკურ პარტიებში ქმნიან, რომ კიდე კოლოსალურ მონობაში ამყოფნონ საცოდავი საქართველოს. და კი, აი მაგ სქემაში ჩართული არის ეგევე EBRD, ავიღოთ. EBRD ხო აფინანსებს პროექტებს საქართველოში, ხო? მას ასევე წილები აქვს მაგალითად საქართველოს ბანკში. საქართველოს ბანკიდან მიიღო 40 მილიონი მოგება, 20 მილიონი დააბრუნა ვითომ გეხმარება. და ასე მუშაობენ ესენი. შენივე ფულით ბიზნესის ესეთი გადახრები არის, მაგრამ ჩვენ იმიტომ გვიკეთებენ ამას, რომ ჩვენი სახელმწიფო თავისი მაღლები არ დგა. და მათემატიკა არიციან ელემენტარულად, როცა ჩვენიერი მათემატიკური სკოლა გვაქვს, ხო? და მაგრამ ამაზე ეგაც არ არის თავარი, ბატონო დავით, ეგაც არ არის თავარი. კომაროვის სკოლა დახვდავს მიმართულებით. ხო, სახელმწიფო დიახ. აი ვერ დავიჯერებ მაგას, რომ საქართველოში თუნდაც აი სახელმწიფო ეშელონებში არ აყავთ მინიმუმ ისეთი ბუღალტერი, რომელმაც ეს ცოდვები არ იცოდეს. ეს ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ არა მე მრჩება ესეთი ილუზია, რომ ილუზია დავარქვათ ამას, რომ ესე ამათმა ძალიან კარგად იციან და ხელი ჩაკიდებული აგრძელებენ ესეთ სიმახინჯეს რა. ეს ცოდვა არის. ეს დანაშაულია. რა თქმა უნდა. აი ახლა მე მესმის ბატონო დავით, თქვენ არ იცოდეთ ეს. მე შეიძლება მე არ ვიცოდი, მე სამხედრო ყოფილი სამხედრო ვარ, ხო? რიგითმა ადამიანმა არ იცოდეს კიდე სხვა, რომელიც არ არის მაგაში ჩახედული და არც უნდა იცოდეს, რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ბატონი ბიზინა, რომელიც ბანკს ფლობს, ეს ხო იცის. და იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი შემოეტრიალებინა საქართველოსთვის, გააგრძელა იგივე. არავითარი განსხვავება არ არის ბატონ ბიზინას პარტიას შორის და ოპოზიციურ პარტიებს შორის. არც ერთი არ საუბრობს იმაზე, რომ აი შენ მოქალაქეს რა შეიცვლება შენთვის პირადად. მე თუ მოვედი ხელისუფლებაში ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი რისიც გაშინებენ მაგალითად ოპოზიციური პარტიები, ჩვენ თუ არ მოვალთ,
აი ევროპაში უვიზოდ ვეღარ წახვალ სამუშაოდ. აი რეალობად ეგ არის პირდაპირ ამ სიტყვის გაგებით რა. ვიზები აღარ იქნება, ანუ სამუშაოდ ვერ წახვალ იქ. ოჯახი არ ჩინო. სამარცხვინო რა. აი ირიბად ეგ არის, ირიბი მინიშნება. ჩვენ თუ არ ვიქნებით, შენ იქ ვერ წახვალ, ვერ იმუშავებ და ფული არ გექნება ოჯახის შესანახად. აი ეს არის. და სხვანაირად რო ვკითხო, ეკონომიკური განვითარების გეგმა ელემენტარულად რა უნდა შეიცვალოს. აი წყალი იყიდება მაგალითად, ხო, დიდი რაოდენობით საქართველოსთან, მარგანეცი იყიდება დიდი რაოდენობით საქართველოსთან. პირდაპირ ამ რა ვიცი, რაღა არ იყიდება. ხო? აი რა მე მგონი რესურსები, ნატურალური რესურსები. საზღვაო პროდუქცია მთლიანად გაყიდული არის, ხო? სამარცხვინო რაღაც დაბალ ფასში. არავინ არაფერს არ ფიქრობს, ბატონო დავით, არავინ არაფერს ცვლილებებზე არ ფიქრობს. უნდა კანონი დაწესდეს, რომ კი ბატონო, შენ შეგიძლია მოიპოვო წიაღისეული, ხო? რაღაცა ოქრო, სპილენძია, ოქროა, უზარმაზარი საბადოებია საქართველოში, ბატონო დავით. უზარმაზარი. მე ვიცი პირადად რამდენიმე ისა რა ქვია კომპანია, რომელიც ფლობს ამას და უბრალოდ ახლა არ აქვს საშუალება განავითარო, მაგრამ ფლობენ. და სადაც ოქროა, იქ სპილენძია, სადაც სპილენძია, იქ ოქროა, ეს 2/4-ია, ხო? კიდე მრავალი სხვა რაღაცა ესენი. აი ეს თვითონ რომ მოიპოვო, მაშინ 40% გადაუხადეს სახელმწიფო ბიუჯეტს. აი მაგაზე ანუ რომელიც წავა განათლების სისტემაში და პენსიონერებისთვის, ასე ვთქვათ, ხო? ასევე შექმნილი სადაზღვეო სისტემა. აი მაგალითად ემიგრაციაში კი მოვჭით, მაგრამ ემიგრაციისთვის რას აკეთებს სახელმწიფო? ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს, ეს არის აიღოს და თქვა ჩადოს ისა რა ქვია. ფული იმაში რა ქვია. რაჯანდაბა არის. აი განავითაროს სისტემა, რომელიც რაღაცა შეცვლის ემიგრანტებისთვის. მაგალითად, აგზავნი ფულ შეგიძლია გადარიცხო 10% იმისთვის, რომ შენ რაღაცა სადაზღვეო სისტემაში რომ დაბრუნდები საქართველოში პენსია გქონდეს დაგროვილი მაინც. და ეგ არ არის.